რუსო როგორ ხარ? კარგად ელენე, შენ როგორ ხარ? მადლობა პირველ რიგში მოწვევით. ძალიან დიდი მადლობა შენ რომ დამთანხმდი და სანამ ჯერ მაგაზე გადავალთ, ალბათ შეამჩნევთ რომ არის სიახლე. ერთული მაკროდის დავლევ. ძალიან დიდი მადლობა აურეოს ამის ინიციატივისთვის და ყოველ პოდკასტზე დღეიდან გვექნება კოქტეილები და ნახოთ როგორ იმოქმედებს ჩვენ სტუმრებზე. რა თქმა უნდა, პირველი ჩემი უნდა ყოფილიყო. ხო, ზუსტად, ეგ მიხარია ყველაზე ძალიან. კაი, გავსინჯოთ უკვე არა? გავსინჯოთ? კი, და როგორც შენ გინდა, თუ გინდა ეხლა, თუ გინდა მე. კაი, ცოტა უნდა ვიწვალოთ, მაგრამ არა უშავს. აი მე ძალიან გადაპიპინებულია შემდეგში. Cheers არ ვქნათ? არ ვიცი, შეიძლება გადაისხას. დავაი წავ. აი მე ძალიან კაია. ნაყინის გემო. ტირამისუს და ჟოლოს რაღაცის. კი, კაია. აუ, ძალიან გამერედა. კაია, გიო შენ ცხوار გინდა? მართლა ძალიან გამერედია ხო? კაი, მე არ შეგვიძლია. ანუ შეგიძლია რომ გადმოხვედი აქეთ. აი. შენი ყავი ეგრე გიხდება. თეთრები მაგზე? მაგ რამე კიდე? არა, всё. სადღაც გლოსავით არ გამოვიდა. აი, ეგრე იქნები ხო არ შეგეშლის? არა, დავდე პორწურჩი. გავაგზავნე. კაი, მიდი სუიჯერ მაშინ და. აი, მაინც დავდებ იმ. არა, აიღე ხოლმე თავარი. ეს არის მთავარი ატრიბუტი. ვიცი, ავიღებ ხოლმე. აი, ჯერ პირველ რიგში მოდი დავიწყოთ. აი, შენ საერთოდ სხვა სფეროში იყავი? და ჯერ მოგვიყევი, აი, რა დროს მიხვდი, რომ ცვლილების დრო იყო? ხო. იცი რა, ეს რაღაც გარდამტეხი მომენტი არ ყოფილა, რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ცვლილების დროა, მაგრამ ნუ პირველ რიგში იმით დავიწყებ, რომ ჩემი პირველი უბრალოდ ჩემი წინა ეს გამოცდილება იყო ჩემი საყვარელი, გიჟდები ჩემს წინა სამსახურზე და მთლიანად რაც გამიკეთებია იქ ყველაფერზე. და ძალიან გავიზარდა, ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე. და რაღაც ეტაპზე მე პარალელურად ხდებოდა ჩვენ მხარეს, ან ჩემი ოჯახის მხარეს, აი ამ ბრენდზე მუშაობა, რომელსაც ქვია Majestic. და ხო რაღაცა ესე შავი და თეთრივით არ იყო, რომ ერთი დასრულდა და მეორე დაიწყო. რაღაც ბექგრაუნდში იყო ერთი ხან, მეორე და ბოლოს ესეთი გადაწყვეტილება მივიღე, რომ სრულად ყოფილიყავი ბრილიანტების მხარეს, ხო და ძალიან ბევრი გამოწვევები არის ზოგადად, როგორც ყველა ნებისმიერ სტარტაპი იქნება თუ ბიზნესი თუ წამოწყება. მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ იმხელა სიხარულის მატარებელია, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ გოგოებს ახლა გიჟდებით, ხო? და არა მარტო გოგოები პრინციპში. ბრილიანტზე სამკაულზე და რაღაცნაირი დატვირთვა აქვს სულ. ანუ არავინ ცუდ საქმეზე არასდროს არ მოდის ბრილიანტის საყიდლად. ყოველთვის რაღაცა ბედნიერ წამებს უკავშირდება რა. და ეგ ყოფილა კიდე სხვა გამოცდილება, რომ შენ ამის უკანო ხარ და გესმის, აი როგორ არ შეიძლება ბიჭი და დედა მოვიდნენ და არჩიონ ნიშნობის ბეჭედი და იმხელა ემოცია და სიხარული აი რამდენიმე რა ვინახავ ერთ საათი შეიძლება გაგრძელდეს ერთი საათი შეიძლება რამდენიმე დღე ზოგი წუთებში წყვიტავს მაგრამ ისე იტვირთები ამ ყველაფრისგან რომ ანუ იმხელა мотиваციას გაძლევს შემდეგ რომ ძალიან ბევრის გაკეთების ძალა გეძლევა რა და ბევრი შრომა მე რაც ჭირდება ამიტომ უკვე იცი რატო ღირს იმიტომ რომ მე მაგას აი კორპორაციიდან აი მაგ სფეროში დიდი განსხვავება არის? კი, ძალიან დიდი განსხვავება, მაგრამ უფრო აი ყოველდღიურ რუტინაზე რო ვისაუბროთ, იმიტომ რომ მაინც მე სხვანაირი სამყარო და მოდიო ტექნოლოგიურ კომპანიაში მუშაობდი და იქ სხვა ყოველდღიურობა გვაქვს სხვანაირ პრობლემებზე ვმუშაობთ, მაგრამ ყველაფერი ახლა იქაც და აქაც ემსახურება რაღაც კარგი გამოცდილების შექმნას. წინა სამსახურში ეს იყო, არ ვიცი, ყოველდღიური სერვისის, საუკეთესო სერვისის შეთავაზება. დღეს არის რაღაც საუკეთესო გამოცდილების, აი შეიძლება ეს ყოველდღე რა თქმა უნდა არავის არ ჭირდება, მაგრამ აი ის კონკრეტული მომენტი, რასაც ირჩევს ის ადამიანი, რომ დღეს მოდი წავალ და ვიყიდი, არ ვიცი, ბრილიანტის ბეჭედს. უნდა იყოს დაუვიწყარ, იმიტომ რომ ყველასთვის და არა აქვს მნიშვნელობა, როგორი ბეჭედია თუ არ ვიცი, შეიძლება იყოს რაღაც
ძალიან ძვირად ღირებული, ან შეიძლება იყოს ძალიან მინიმალური ბიუჯეტით, მაინც არის რაღაც საპასუხისმგებლო მომენტი. და გინდა რომ აი ამ შენაძენის გაკეთება ისეთივე, თვითონ პროცესი ისეთივე დასამახსოვრებელი იყოს, როგორც მერე უკვე ეს შენაძენი რა. და ფიქრობ, რომ აი მაგ გამოცდილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ გჭირდება ეგ რომ მეტი თავდაჯერებისთვის რო ეგ ნაბიჯი გადადგა, გჭირდება რომ ძალიან კარგი გამოცდილება მიიღო რა. ხო და აი მოკეთ ამ გამოცდილების შექმნაში გავს ერთმანეთს, მაგრამ ისე კი რა თქმა უნდა ხო განსხვავება არის აბსოლუტურად სხვა ინდუსტრია, სხვა პროფილია და ნუ თავისი გამოწვევა აქვს ორივეს, შეიძლება ბევრ რამეში გავს, რაღაც ოპერაციულ მხარეს ბევრი რაღაც ცოტა ხნის წინ. ხო, მაგრამ რატო არის იცი ყველაზე საინტერესო შენი ისტორია, იმიტომ რომ ძალიან წარმატებული ყავი იმ სფეროში, სადაც იყავი ძალიან მაღალ თანამდებობაზე და უცებ რაღაც მიატოვე, იმიტომ რომ ეგრე გამოვიდა და უცებ რაღაც შენი. იცი არის დღემდე ფიქრობ, რომ იმ გამოცდილებამდე რა პრინციპში ფიქრობ, რომ იმ გამოცდილების გარეშე აბსოლუტურად არ მექნებოდა არანაირი რწმენა და თავდაჯერება, რომ რაღაცა ჩემილია გავაკეთო. იმიტომ რომ არის ახლა ვთქვათ, უკვე შემდგარ კომპანიაში როცა მუშაობ, არსებობს რაღაც framework-ი, რის გარშემოც შენ მერე იზრდები და სწავლობ და აი ბევრი საშუალება გეძლევა. აქ უკვე შენით როცა აკეთებ, არაფერი რაღაც ესეთი კორპორაცია არ გვაქვს. რამდენიმე ადამიანი ვართ და ძალიან ბევრს ვშრომობთ. აქ არ არის ეს რაღაც ჩარჩოები, რაც ერთის მხრივ კარგია, იმიტომ თავისუფლებას გაძლევს, მაგრამ თან უფრო მეტი პასუხისმგებლობა, იმიტომ შენ თვითონ ხარ ის, ვინც ამ კალაპოტს ქმნის. რომ როგორ წაიყვანო საქმე, როდის შეგიძლია დაისვენო, როდის უნდა იმუშაო, ანუ არ არსებობს რაღაც განსაზღვრული გრაფიკი, არ არსებობს შაბათი და კვირა. სხვათა შორის ძალიან სასიამოვნო რაღაც ისტორიას გავიხსენებ. ძალიან სასიამოვნო რაღაც გადაგვხდა 31 დეკემბერს. რომ 31-ში ჩვენი მაღაზია, შოურუმი დაიკეტა სადღაც 5-ზე თუ 6-ზე ვერ ვიხსენებ, ნუ ახალ წლმზადება როცა იწყება. და აი ამ პერიოდში ძალიან აქტიურად იწერებოდა ერთ-ერთი მამაკაცი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ იმ ღამეს თაღამის 12 საათზე ახალ წელს უნდა ეთხოვა ხელი მისი რჩეულისთვის. და ნუ აი ლოჯისტიკურად რო წარმოიდგინო რა არის, აი ეს სველით მით ვიყავი სახლში, რაღაც არ ვიცი, ვემზადები, საღამოს, ნუ 9-ზე სადღაც ვახშამზე მივდივართ, ღამე 12-ზე ახალი წელია და ძალიან ღელავებული იყო ეს ბიჭი, იმიტომ რომ ნუ აი ეს არის თან ზოგისთვის, ხო, ზოგისთვის არის რაღაც ძალიან წინასწარ გაწერილი გადაწყვეტილება, რომ აი რამდენიმე თვით ადრე ვყიდულობ ბეჭედს, თარიღი იცი და ზოგისთვის ძალიან სპონტანურია. ნუ ეთყობა ეგ შემთხვევა იყო, რომ ძალიან სპონტანურად გადაწყვეტა, რომ დღეს ახალ წელს მინდა რომ ვაჩუქო. და ნუ ბეჭედი, რა თქმა უნდა, ბეჭედზე იყო საუბარი, თან რაღაცა იცოდნენ დაახლოებით რა უნდა და ნუ ამ დაკეტილი მაღაზიაა და ღამის 12 საათია და რა თქმა უნდა, აი ეგეთ დროს არ ვიცი, რა თქმა უნდა, არც განიხილება უარის თქმა. ნახევრად სველით მით და სპორტულებით გამოვიცვალე, გავქანდით, გავხსენით მაღაზია, არც მუსიკა არ ჩაგვიტოს, არაფერი საერთოდ, ჟალუზი ნახევრად ღია, მე თვითონ მივედი და თვითონაც ძალიან ღელავდა, იმიტომ რომ ნუ აი რაღაც ექსტრემალური ვითარება იყო და შეიძინა ულამაზესი ბეჭედი და მოკლედ კარგად დასრულდა. იმედი მაქვს, არ ვიცით. რეპორტი აღარ მიგვიღია, მაგრამ ბეჭედი წაიღეს და სავარაუდოდ მაგ ბეჭედზე უარის თქმა არ გამოვიდოდა ისეთი ბეჭედი იყო ასე რომ. აი, ეხლა მოდი ჯერ სანამ ვილაპარაკებთ, კონკრეტულად ბრილიანტებზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ მე ძალიან ცოტა ხანია გავიგე რომ არსებობს ლაბორატორიული ბეჭედი და მოდი გითხარი რა განსხვავება არის ამ შორის. ხო, რომ ვინც არ იცის. ლაბი ცოტა ხანია პრინციპში რაც პოპულარული გახდა საქართველოში. და არის ალტერნატივა მათთვის, ვინც არა, ეს შევასწოროთ უფრო კარგად ვიტყვი. კარგი ბატონო. ხო, ბრილიანტი თავისთავად ყოველთვის იყო რაღაც აი იშვიათობა რა, რთულად ძველ დროში უგულისხმობ. დღეს ბრილიანტი იშვიათობა აღარ არის. დიდი ხანი ჭირდება. საუბარი, ხო. ანუ ბუნებრივი ბრილიანტი იშვიათი აღარ არის აბსოლუტურად და ანუ ამისი ასე ვთქვათ, მოწოდება supply არსებობს.
დედამიწაზე სხვადასხვა წყაროებიდან და მოკეთ აღარ აქვს ის ღირებულება, რაც ადრე ქონდა. პლუს ამას დაემატა, რომ არსებობს ლაბორატორიული ბრილიანტი, რომელიც თვისობრივად, აბსოლუტურად ზუსტად იგივეა, ქიმიურად, ფიზიკურად, ყველა მიკროსკოპულ დონეზე მათ შორის. უბრალოდ, ასე ვთქვათ, იზრდება გამოყვანილია ლაბორატორიაში. და ნაკლები დრო ჭირდება დასამზადებლად. ნაკლები დრო ჭირდება. დროზე მეტად ის არის, რომ მოპოვების სირთულე ფაქტიურად აღარ არსებობს რა, იმიტომ რომ ეს მაინდ რაც არის, ანუ წიაღში მოპოვებული ბრილიანტი, ბუნებრივად უფრო რთულად მოიპოვება. დღეს და რაღაცა ეს ალტერნატივა შეიქმნა და ახლა ჩვენ შემთხვევაში ბუნებრივი ბრილიანტი, ვთქვათ, თუ ბუნებრივ ბრილიანტზე მოდის ძალიან დიდი რაოდენობა. ორივე გაქვთ მაღაზიაში. ხო, მაღაზიაში ჩვენ ბრენდში გვაქვს ბუნებრივიც და ლაბორატორიულიც. და ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე უფრო მეტად პოპულარულია, იმიტომ რომ აბსოლუტურად ერთნაირი ორივესთვის არსებობს თავისი აუდიტორია. იმიტომ რომ ზოგისთვის ეს რაღაც მაინც სენტიმენტი რაც არის ბუნებრივთან დაკავშირებული არსებობს, ზოგისთვის უფრო მეტად შეიძლება იყოს ეს რაღაცა ვიზუალური მხარე, იმიტომ რომ მაგ ერთადერთი განსხვავება ფაქტობრივად ლაბში და ბუნებრივში არის ბიუჯეტი რა ღირებულება. რაც ძალიან დიდი განსხვავება. ძალიან დიდი განსხვავება, საკმაოდ ვერ ვიტყვი ლაბორატორიული ესე ხელმისაწვდომი გასიღრმისო ბრილიანტია, მაგრამ უფრო მეტ თავისუფლებას იძლევა. მარტო ბიუჯეტის მხრივ არა, იმიტომ რომ ლაბის შემთხვევაში უფრო მეტი კონკრეტიკა შეგვიძლია რაღაც customization-ი. მართლა? იცი არის იგივენაირად შესაძლებელია ბუნებრივშიც, რომ ცოტა უფრო რთული საპოვნელია ის idეალურ შეიძლება რაც ლაბში უფრო მარტივი. გასაგებია. სხვა შემთხვევაში აბსოლუტურად ორივე ჩემთვის, რა ვიცი, ორი შვილს შორის ვარ. ორივე ჩემთვის საყვარელია. ხო, აბსოლუტურად არანაირი ის არ მაქვს მიკუთვნება ერთის ან მეორის მიმართ, იმიტომ რომ თავისი ადგილი აქვს, ვფიქრობ ორივეს და ხო, ორივე ბრილიანტია და. ხო. ჩემთვის ბრილიანტი არის, რაც ძალიან მიყვარს და ამიტომ ხო, მე რა კაია. როგორ გიყვარდეს? კაი, მითხარი ბრილიანტი, ანუ ზოგადად ბეჭედი კომიტმენტია თუ სტეიტმენტი შენთვის? იცი რა არის, პირველ რიგში ვფიქრობ, კომიტმენტი არის თავიდან ბოლომდე ეგ სიმბოლო ბეჭედზე, თუ საუბრობთ ნიშნობის ბეჭედზე, რა, იმიტომ რომ მან ყველაზე მთავარი, ხშირად კითხულობენ ხოლმე, რომ არის ხა TikTok-ზეც რო ვუყურებთ ან სოციალურ ქსელში, სულ არის ეს, რომ რაც შეიძლება დიდი, ან თუ რაღაცა სასაცილო, ან შეიძლება რაღაც უფრო ცინიკურად არის ხოლმე განხილული ძალიან პატარა ბრილიანტით ბეჭდები და მეცინება მაგრამ. ხო, არის ხოლმე რა რაღაც ესეთი TikTok-ზე განსაკუთრებით. მაგრამ მან ხა ეგ არის მე რომ მკითხო, იმიტომ შენ გემოვნებაში არ ჭდება ცალსახად გემოვნების საკითხი, იმიტომ პირველ რიგში ეგ არის კომიტმენტი და შენ ვიღაცას თუ იგივენაირად შეუძლია გადასცეს ის გრძნობა და ის ასე ვთქვათ პირობა რაც მაგ ბეჭდის მნიშვნელობა არის პატარა ბეჭდით რატომაც არა ანუ უბრალოდ მან მგონია რომ წყვილს შორის ერთმანეთის ცოდნაზეა ხო რა სურს შენ მეორე ნახევარს თუ იმითი რომ პატარა ბეჭედს ჩუქნი პატარა ბრილიანტს ჩუქნი უნდა აწყენინო რა თქმა უნდა ალბათ არ ღირს თუ ხო და თუ იცი რომ აი ძალიან უნდა რომ რაღაც არ ვიცი 3 კარატი ეკეთოს თითზე მაგრამ როცა თქო ეგეთი პრობლემა არ არსებობს რა თქმა უნდა ეს არის აბსოლუტურად სიმბოლური რა და მე უკვე გემოვნების საკითხი აი ვის როგორ მოეწონა ანუ სტეიტმენტი არ არის ცალსახად გაჩნია რა ვინ რისთვის ანუ მან შენი intention ანუ შენ რისთვის ყიდულობ მაგას გააჩნია შენ თუ შენი გადაწყვეტილება რისთვისაც იყიდი ამ ბეჭედს ისეთივე დატვირთვა მიეცემა იმიტომ რომ მე თუ ამას იმისთვის ყიდულობ არ აქვს მნიშვნელობა საერთოდ ბრილიანტის გარშე შეიძლება რგოლი იყოს აი ან რა ვიცი არ ვიცი ნებისმიერი პლასმასის სიმბოლური ბავშვობაში პატარები რო ჩუქნიან ერთმანეთს რაღაც კი ხაც ჩუქნიან ხოლმე ხო ანუ მან დატვირთვას შენ უქმნი შენ უქმნი დატვირთვას და მაგ დროს არის კომიტმენტი მაგრამ თუ შენ იმიტომ აკეთებ აი იმიტომ გინდა რომ კონკრეტული სახის ბეჭედი გქონდეს რომ რაღაცა
კონტექსტით იყო მე შენ მოხსენიებული, რომ აი არ ვიცი ვიღაცას რაღაც არ ვიცი. მოკლედ მე პატარა არ მინდა. ხო, ვიცი, მივხვდი კითხვას. ვიცი, ხო. ხო რა, გააჩნიათ ემონების საკითხია რა, სტეიტმენტი არის იმ ხრივ, რომ თუ სტეიტმენტისთვის გინდა იქნება სტეიტმენტი. კაი, ეხლა ლებ ბრილიანტიო. არა, კაია. ეხლა რა ვიცი, ლებ ბრილიანტიო იგივე არისო. აი მე მაინც მგონია, რომ უფრო ჭკვიანი არჩევანი არის. შენ რას ფიქრობ? ხო, მიკროფონში. იცი როგორ არის? დღეს იქიდან გამომდინარე, რომ ბრილიანტი თავისთავად Fuck. საფეთ გითხოთ. თხუპნი არ ვარ მართლა. просто ბევრი ეს ხო. არაფერი ეს რაღაც ჭკვიანი ნაჭერი ყოფილა. მე როგორ გამიმართა? გაგესხას ხელიდან ოღონ. აუ მეგობრებო. არ ეტყობ. ტყუს შეგვიძლია ხო რომ დავადოთ? მოკლედ. ამ ბრილიანტებზე ლაპარაკით. კაი. კიო ამას მე ხო გავწმინდავთ. ხო. არაფერი. მიდი ერთი დიდი ყლუპი რა ჩავიდეს ცოტა. ვაიმე. ამდენ დიდი ხანი არ დამილევია? ჭკვიანური არჩევანი ცალსახად, იმიტომ რომ კომპრომისი არც ერთ შემთხვევაში არ არის, იმიტომ რომ პირიქით თუ იმის გათვალისწინებით, რომ natural diamond-ი და lab diamond-ი ორივე ბრილიანტია და მარტივად რო ვთქვა, სათბურში აყვავებული თუ დამწიფებული ვაშლიც ხო ვაშლია და ჩვეულებრივი ვაშლი, ორივე არის ვაშლი. მაგ ლოგიკით პირიქით, რა თქმა უნდა, ეს არის ჭკვიანური არჩევანი. მან უბრალოდ შემოდის, როგორც თქვა, ეს სენტიმენტის ელემენტი და გააჩნია, ხაზ ვის როგორ ურჩევნია, თორე, რა თქმა უნდა, ჭკვიანური არჩევანი, იმიტომ რომ ერთი და იგივეა პროდუქტი და ხელმისაწვდომი უფრო. ხო, მაგრამ აი ფასში რატო არის განსხვავება თუ ზუსტად ერთი და იგივეა შენი აზრით? იმიტომ რომ მოპოვებაში ნაკლები რესურსი იხარჯება. ხო. ძალიან მარტივად არის მაგაზე პასუხი. всё. შესაბამისად უფრო ხელმისაწვდომი, ანუ ბუნებრივი ბრილიანტის მოპოვება რადგან რთულია. რთულია, ხო, ეგუზდის ისტორია უფრო უზრდის. ხო, უფრო მეტი დრო იხარჯება, მეტი ეფორტი იხარჯება იმის მომპოვებაში და მუშაობაში. ლაბის შემთხვევაში ეგ ელემენტი არის ამოვარდნილი და გამარტივებული რა. გადაყიდვაშიც არის ხო განსხვავება? თუ გინდა არ. ხო, რა თქმა უნდა, არა, იყოს თუ გინდა თავი მეკითხე, რომ აი სახე აღარ გავაკეთოთ. არ კითხავ, კაი. არა, კაი. ხო, просто რა ვიცი, ლაბზე ძალიან ბევრი არ გვინდა. კაი. ცოტა boring. კაი. მაგრამ მაინც უმეტესი. არა, იყოს, მივყვეთ, კაცო. კაი. კაი, შემდეგი კითხვა არის, შენ რომ მირჩევდე, აი ზომაზე არის ისევ აქცენტი. ხო. ხო. რაც მე ძალიან მაინტერესებს. შენ რომ მირჩევდე, უსმენენ, ხო, მგონი აქ. ვიღაცა შენ ბეჭდის ზომის შესახებ. კი, უსმენ. იციან უკვე მოსმენილი. კაი, შენ გირჩევნია დიდი ლები თუ პატარა ბუნებრივი? მე პირადად? ხო, ნუ ვიცი რომ გათხოვილი ხარ, ქმარს არ ეწყინება იმედია. რაც გინდა და ის გაქვს, მაგრამ შენთვის მე ვიტყოდი რომ რაზეც ვიოცნებდი ზუსტად ეგ ბეჭედი, მაგრამ ჩემ ბეჭედზე არ ვისაუბრებ, მაინც მერიდება. არა, არ მოგერიდოს. ხო. არა, თქვი, გითხარი. მოსაიდებელი რა არის? რა ვიცი მე? არაფერი, პირიქით. რა TikTok-ზეც მიწერენ ხოლმე, რომ შენ ბეჭედზე მოგუყვები, რაღაც ერთი ვიდეო მაქვს, მაგრამ რაც მერიდება ჩემს სასაუბარი. კაი, ისე გეტყვი რა. მოკეთ, ჩემი აზრით, ვისაც დიდი ზომის ბრილიანტი მოწონს, თქოთ თითზე, უფრო მეტად, რავი, პრინციპში რთულია მაგარ ჩანს გაკეთება, იმიტომ რომ ერთი რასაც ზუსტად ვიცი, რომ იმ ხელა განსხვავებაა ბიუჯეტში. ხო, ანუ მე რო ვიყო მოკლედ ორივეს თავისი ფუნქცია აქვს რა. ნიშნობის ბეჭედი შეიძლება უფრო მეტად გადაწყვიტო რომ იყოს ბუნებრივი, იმიტომ რომ მაინც უფრო რაღაც სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, მაგრამ იგივე
იგივენაირი დატვირთვა შეიძლება კონდეს ლაფსაც. ამიტომ აი მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემთვის ზუსტად ერთ და იგივეა. უბრალოდ მხოლოდ ეს სენტიმენტის არის ხო ლეიერი არის, რაც განსხვავებულია და ამიტომ არის ძალიან ინდივიდუალური. მაგრამ ვიღაცას არა აქვს. აი ვიღაცას ენდომება აი ძალიან დიდი ალბათ ვაფშე დიდი ქვა? დიდი ქვა თუ გინდა კონკრეტულად და თუ ხარ მზად რომ გადაიხადო 200,000 ევრო, აბსოლუტურად ბუნებრივ ვურჩევ მას. ხო. თუ არ ხარ მზად, მაგრამ დიდი ქვა გვინდა, ზუსტად იგივე თავდაჯერებით შემიძლია ვურჩიო ლაბ ბრილიანტი, რომელიც ხარ შეიძლება 5 ჯერ ნაკლები. ვაუ. რამდენია 5 ჯერ ნაკლები? ნუ აი არ ვიცი, შეიძლება $50,000 ღირდეს. ცოტა ისეთი მოზრდილი ქვა, რომელიც თავის მხრივ ბიუჯეტური არ არის, ამიტომ ეს იგმა საერთოდ არ უნდა არსებობდეს ლაბორატორიულის გარშემო თუ ვინმესთვის ეს პრობლემაა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი არ განვასხვავებდი რა, იმიტომ რომ თავისი აუდიტორია ყავს, ყველას თავისი ინტერესი აქვს, რადგან ერთი და იგივე მიჭირს მაგიტო ესე განსხვავება რა. ხო. აი, კაცი რო ბეჭედს არჩევს, ანუ შენი აზრით გემოვნების საკითხი არის წმინდა? თუ აი მისი დამოკიდებულება არის? მისი დამოკიდებულება ბეჭედზე, ბეჭდის დიზაინზე, თუ მაგას გულისხმობ? დიზაინზე, საერთოდ არ მეტყოლებს ჩემი აზრით. თვითონ ფაქტი, რომ კაცი თვითონ არჩევს ბეჭედს, აი ეგ არის მთლიანად დამოკიდებულება ჩემი აზრით, იმიტომ რომ ის ანუ მამაკაცებისთვის ის დრო და რესურსი, რომელიც იდება მაგ პროცესში, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით. ხარშვის მაგიტო ვამბობ, რომ აი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა თქმა უნდა თანხმედრაა გემოვნებაში, როგორ ბეჭედს არჩევს, აბსოლუტურად არ მნიშვნელობა არ აქვს, თავი არის ეგ პროცესი. რომ ანუ კაცი, რომელსაც ყოველდღიურად ჩვენსავით ნახდათ არ უწევს სამკაულზე ფიქრი, მე შეიძლება დავიძინო თვალიერებით სხვადასხვა სამკაულის, ხო. და არა სამკაულის, ნუ ახ ზოგადად. მამაკაცისთვის ეს ნაკლებად ბუნებრივი მდგომარეობაა და მაგ გადაწყვეტილებამდე რომ მიდის, მისთვის გამოწვევა, რომ მისი საყვარელი ქალისთვის უნდა რაღაც იდეალური არჩიოს. ანუ ეგ თავიდან ბოლომდე არის ყველაფერს მეტყოლებს საერთოდ. მე უკვე ის ბეჭედი ყვითელი იქნება, თეთრი იქნება, დიდი, პატარა უკვე ჩემი აზრით აღარ აქვს მნიშვნელობა. ეს მე უკვე არის ხო გემოვნების და ნუ შესაძლებლობის საკითხი. აი კაცები, ანუ მიჩვეულები ხართ კაცებს რომ მოდიან ასე რჩევათ თუ სულ კაცები მოდიან. მართლა. ხო, მოხან ყოველთვის ნუ თითქმის ძალიან ხშირად მოდიან მარტო. ხო. და როგორც ჩანს შეიძლება უკვე განხილული აქვს თან იციან და სურს მის საყვარელ ადამიანს. მე ძალიან ხშირად არის ხოლმე ესეთი შემადგენლობა, რომ ან დედასთან ერთად, ან მეგობარ, ანუ გოგოს მეგობართან ერთად არიან ხოლმე. რა ძალიან ბუნებრივია, იმიტომ რომ ნუ დახმარება და ისჭირდებათ რა. რომელი უფრო მისაღებია შენთვის? ნებისმიერი. უბრალოდ აი ერთადერთი ახ ჩემი მეგობარი არჩევდა თავის მეუღლისთვის ბეჭედს და არ ვენდობი ხოლმე კაცებს, როცა ვეკითხები, ბეჭდის ზომა იცი? ხო. და ძალიან თავდაჯერებული პასუხობენ, რომ კი, ვიცი, როგორ არის და გეტყვის რაღაცა რჩება გითხას 19. და 19 ახლა შეიძლება არ იცით, მაგრამ 19 არის თითქმის ნუ ძალიან დიდია რა. ძალიან დიდია, ხო. ხო. და არა, აი გინდა თუ არა 19 არის და ნუ აი მაგ დღეს ზუსტად ჩემ მეგობართან ერთად დავიშალეთ ესე რომ 17 იყო ის, რაც მოწონდა და ვთქვი 17 შეიძინე და მე მოვიფიქროთ რამე თუ არ გამოვიდა თქო. რა თქმა უნდა იდეალურად გქონდა, იმიტომ რომ ხო, ნუ ხო. აი ეგეთ რაღაცებში მაგიტო მარტო მოსულ მამაკაცს თუ ზუსტად არ იცის და თავდაჯერ პრინციპში ეგეც არ არის პრობლემა, ხა რისაიზინგი ეგეთ რაღაცები ხდება, მაგრამ აი ეგეთ რაღაც მარტივად ხდება? რისაიზინგი კი ერთი ზომა, როგორც წესი მარტივია რა. თუ ბეჭდის დიზაინი ამის საშუალებას იძლევა, ხო ზოგი შეიძლება რაღაც რთული იყოს და უფრო გაჭირდეს, მაგრამ ხდება ხო, იმიტომ ძალიან ხშირია, ანუ თითქმის ჩვენთან ყოველთვის ვუყურებთ მაგას და ძალიან ხშირად ხდება, რომ შეცდომით აქვს ზომა. ხო. რაც ბუნებრივია, მაგრამ ნუ დიდი თავდაჯერებით რომ მოდიან ხოლმე, მე უცებ აღმოჩნდება. უარს ვერ ეუბნებით და რას? ხო, არა, ახლა ჩვენ ხო არ ვიცით ეს ნახევარი ზომა. არანაირად არ იცი
ვიღაცას შეიძლება მეტი აქვს, ნაკლები ძალიან პატარა ცვლილება, უბრალოდ აი იდეალურად რო გქონდეს. მაგისტვის პატარა adjustment-ი ზოგჯერ ჭირდება. უბრალოდ აი როცა ძალიან თავდაჯერებული გეუბნება, რომ ზუსტად იცის ზომა, შეიძლება არ იყოს. და რატო არის, თქვათ მოსარიდებელი, რომ ქალს ქონდეს მაღალი სტანდარტი და უნდადეს ძვირიანი და ხო. ანუ ამას თამამად იძახდეს. თვითონ ეგ საერთოდ არ ვთვლი, რომ მოსარიდებელი ახლა რაც თქვი, რომ რაღაც სტანდარტი ან როგორი უნდა და რა უნდა, პირიქით ვთვლი, რომ აბსოლუტურად ჯანსაღია, მით უმეტეს ურთიერთობაში, რომ რაღაც დიალოგი იყოს და ის თანხმედრა მოხდეს, რომ რა მოლოდინი აქვს, მე რაღაც იმედგაცრუება არ მოყვეს. ხო, არა, ურთიერთობის გარდა სხვა ეგრე, რომ ვიღაცას როცა რაღაც, ანუ ჩვენ გარშემო ხო არიან ეგეთი რაღაცები, რომ აი თუ უყვარს ძვირიანი რაღაც, ხო ეგრევე მატერიალისტი, ეგრევე რაღაცა ნეგატიური. მე ვერ დავიჯერებ, რომ არსებობს ამ პლანეტაზე, ну, ყოველ შემთხვევაში ძალიან პატარა პროცენტი ალბათ ადამიანების, ვინც არ არიან მატერიალისტები, იმიტომ რომ თვლი, რომ საერთოდ არ არის ცუდი ძალიან ბუნებრივი მდგომარეობა ადამიანის, უბრალოდ მან ღირებულებები შემოდის, რომ რა არის შენი მთავარი ღირებულება? ხა მატერიალისტი შეიძლება ყველა იყოს რაღაც დოზით, მაგრამ თუ შენი რაღაც core value, ანუ მთავარი ღირებულება თუ ამის გარშემო ტრიალებს, ალბათ ეს პრობლემაა. მაგრამ რაღაც დონეზე რომ მე ვაღიარო ჩემ თავთან რომ იცი რა, კი, უფრო ძვირფასი რაღაცები მომწონს. მზად ვარ რომ შეიძლება რაღაც მოვიკლო, იმიტომ რომ მქონდეს რაღაც უკეთესი, არ ვიცი, საყურე იქნება ეს თუ. ხო, ექსოსიგიზია ალბათ, მაგრამ ხო, ვიღაცისთვის ეგ არის შეიძლება, რასაც შეიძლება მე არ ვიზიარებდე, მაგრამ აბსოლუტურად არაფერი არ არის მოსარიდებელი მაგაში, რომ ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობდეთ. აქ უბრალოდ ის არის, რომ ფიქრობ უკავშირი მოდის ხოლმე ხშირად ძალიან კრიტიკული, როცა ესეთ საკითხებზე ხმამაღლა საუბრობენ რა, ალბათ მაქედან, იმიტომ რომ ეს რაღაც ღიაობა და როგორ არის honesty? გულწრფელობა შეიძლება სხვისი გადმოსახედიდან უკვე ისე ჩანდეს რა, უფრო ცოტა ვულგარულად, რომ აი რაღაც არ ვიცი ძვირიან შენაძენებზე რო ვინმე საუბრობს, ან რაღაცის ღირებულებებზე და ალბათ აი მაქედან მოდის, რაც პრინციპში შეიძლება მე გავიკო. მაგრამ ზოგადად ის რომ აი ადამიანს ხალი იქნება თქვა რა აქვს მნიშვნელობა რაღაც კონდეს თავისი წარმოდგენა და ხედვა თუ როგორი რაღაცები მოწონს და ძალიან გულწრფელად იცოდეს რომ ეს რაღაცები შეიძლება არ იყოს ყველასთვის ხომისწოდომი, ამაში ვერ ვხედავ ხო ვერანაირ პრობლემას, რატო არ უნდა ხდებოდეს წესით რა ხმამა, მაგრამ ხო, მაგრამ ის ზუსტად ვიცი რომ კრიტიკის ობიექტები ცოტა შეიძლება ვიყოთ, რადგან აი ბრილიანტებზე ვლაპარაკობთ. ხო, იცი არის ბრილიანტებზე ვლაპარაკობთ, ახლა ბრილიანტებზე ვერ დავიჯერებ, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც ქალბატონები მithumetes, ვისაც ეს არ აინტერესებს. ჩვენ დღეს როგორც ვსაუბრობთ, ვფიქრობ, ეგ არის უფრო რაღაცა საქმის და ბიზნესის კუთხიდან, რომ აი ნუ როგორი ამის კადრს მიღმა ყოფნა. და თუნდაც ეგრეთ რომ არ ვსაუბრობდეთ, ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს ეს სამყარო ისედაც რა, ანუ ეს ინდუსტრია. სხვა ილაპარაკებს. ხო, სხვა ილაპარაკებს და ამიტომ ვერ ვხვდები, რატო შეიძლება რომ რაღაცა შეზღუდულად ვიგრძნოთ მაგიტო მაგაში თავი. მაგრამ ხო, ისიც მესმის რომ შეიძლება რაღაც ნეგატიური სენტიმენტი წამოიღოს, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაშიც და შეიძლება სხვაგანაც ყოველთვის არსებობს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები, ხო, ვიდრე რაღაც ეს უფრო ფუფუნების საგნებია. ამიტომ არის ალბათ ეგ და ხო, არ არის ალბათ მარტო საქართველოში ეს რაღაც ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა, რომ რა თქმა უნდა, ბევრად მეტი მნიშვნელოვანი და უფრო მტკივნეული საკითხი არსებობს, რაზეც შეიძლება ვთქვათ, დღეს ვუთმობდეთ დროს. მაგრამ ნუ შეიძლება მე არ ვიყო ექსპერტი ეგეთ საკითხებზე სასაუბროდ. ხო, რა თქმა უნდა. რაღაც ყველაფერს აქვს თავის ადგილი რა. და ალბათ მაქედან მოდის, არ მგონია რომ რაღაც ბოროტი სენტიმენტისგან მოდის ის, რომ შეიძლება აი როცა რაღაც უფრო მტკივნეული ხდება, ან უფრო მნიშვნელოვანი, პარალელურად შეიძლება ზოგისთვის ეს პარალელურად ბრილიანტები გამაღიზიანებელი ხო, აი ეგ არის რა ალბათ, რომ ცოტა tone deaf რო ხარ რა. მაგრამ მაინც ვჯერა რომ ყველაფერს აქვს თავის ადგილი და ყოველ ცხოვრებაში არის რაღაც ის ბედნიერი წამი, როცა შეიძლება გაიფიქროს, რომ უნდა რაღაც საჩუქრის გაკეთება ვინმესთვის ან თავისთვის და ამისთვისაც უნდა არსებობდეს რა. და დასერჩავ ჩვენი პოდკასტი. სუსტად.
აი, იცი რა მითხარი, აი შეიძლება რომ რაღაცა შენი აზრით, აი ძალიან მაგრა გიყვარდეს შენი მეორე ნახევარი და მაინც აი რისი საშუალებაც არ აქვს იმაზე აწვებოდე რომ მე მინდა და აი რაღაც დისკომფორტს უქმნი და მის შესაძლებლობებს. აი და თუ ყოფილა ეგეთი შემთხვევა მაღაზიაში რომ აი რაღაც მაღაზიაში როგორც წესი ეს ხო არ ხდება ხოლმე მაღაზიაში ხო ალბათ უფრო ხო შეიძლება ვიღაცას გაეპაროს აი რაღაც ხო არ მახსენდება მაგრამ თუ ვთვლი რომ ახლა მე არ შემიძლია სხვისი სიყვარულის განსჯა და საზომების დაწესება მაგრამ რატო კაცო ანუ გულისხმობ მე ჩემსაზე ვიცი რა და ჩემ შემთხვევაში მე თუ ვიცი რომ ჩემ მეორე ნახევარს არ აქვს იმისი საშუალება ამ წუთას რომ რაღაც კონკრეტული რაც მინდა რომ მქონდეს რომ შემისრულოს ვთვლი რომ სუფთა პატივისცემის საკითხია რაც სიყვარულის განუყოფელი ნაწილია რომ ანუ იმაზე მიწოლა და იმაზე ძალდატანება რაც ფიზიკურად არ არის შესაძლებელი იმის ფასად რომ იმან რაღაცები უნდა დათმოს ეგ არ ვთვლი რომ არის პატივისცემა და სიყვარული მაგრამ ხო შეიძლება ვიღაცისთვის ეგ ეგრე არ იყოს და თვლიდეს რომ პირიქით რადგან გვიყვარს ერთმანეთი ამიტომ უნდა გამიკეთოს და მაგის გაგებაც შემილია ხალხს ყველანაირად უყურებს ყველა მე ეგრე არ ვთვლი მაგრამ ხო რა ვიცი მესმის რასაც ამბობ იმიტომ რომ შეიძლება ჩვენთან ახლა სიმართლე გითხრა ეს არ შევსწრებიო მაგრამ წარმომიდგენია ძალიან კარგად ის სეტაპი რომ აი რაღაცა მინდა და მეუბნებიან რომ იცი რა აი ეხა ვერა აი მაგაზე ვთვლი რომ ჩემი ბუნებრივი რეაქცია არის რომ ოკეი ეხა ვერა და სხვა დროს მაშინ ხო ანუ მოინიშნე რომ ხვალ მაშინ შევძლოთ და ხო მაგაზე არასამართლიანად მეჩვენება რა რომ მე მაგაზე ისე მიაწვერო რომ ანუ რაღაც პონჩი სიყვარულის გამო სტანდარტები უნდა დაწიო ალბათ ხო ეგრე გამოვიდა არ მოეწონა არა მე ნუ გამომიყვანეთ გოლდიგერ არ ვარ პროსტა ვიდეო ჯაკეტი არა რა შოშია გოლდიგერობა აი არ შოშია არის მეც ვთვლი რომ ხო სტანდარტი არ უნდა დაწიო ახლა მე მაგ კითხვაზე პირდაპირ პასუხი ეგ მგონია რომ შენ თუ სტანდარტს წევ შენივე პრობლემა იმ სხვა ადამიანს არ უნდა ეძებო რა ეგ ხო პრობლემა რომ იმის გამო კი არ დავწი ანუ შენ არ გქონია ესე იგი ეგეთ სტანდარტი იმიტომ თუ ძალიან მყარად ხარ შენ სტანდარტში წესით მაგაზე ნაკლები მე არ იქნება შემთხვევაში ხო ამიტომ ალბათ უფრო ეგ ამბავია რა ისე თუ შეგაყვარებს თავს ადამიანი ესე კი ყოფილა შენი სტანდარტი ცუდად არ გულისხმობ უბრალოდ ხო რაღაც ხა იდეალური შეიძლება არ არის მაგრამ სხვა რაღაცაში პოულობ რა მაგ ბალანს აი ამ ზომაზე კი ძალიან ტვინი წავიღე მთელი პოდკასტი, მაგრამ აი მე ძალიან ბევრჯერ შევსწრები ვარ, რომ აი ნიშნობაზე თუ აი პატარა ბრილიანტი ყოფილა, აი გადაუგზავნიათ ყველგან და ვაიმე ეს რა არის და არ ჩანს და რაღაცეები და შენ ეს ეგ ცოტა უხარიათ ხოლმე, ანუ რომ პატარა, ანუ მან დარი, ბოდიში შეგა. არა. მან მგონია რომ პირველი რაც მაგ ეხა შურზე მე რაც ვიგულისხმევ, უფრო არა შეიძლება ვუყურო და ვიღაცის არ ვიცი მომეწონოს როგორი თმა აქვს და გადავირიო და გავარდე და მეორე დღეს გავიკეთე. ხა შური. არა, შური. ბოროტად შეიძლება არ მინდოდეს, მაგრამ აი ეგ ხა რაც თქვი ეგ სცენა უბრალოდ ნიშნავს რომ სიყვარულის არ არსებობა მაგ ადამიანებს შორის. რა, იმიტომ რომ შეუძლებელია შენთვის ძვირფას ადამიანს, მეგობარს, მართლა მეგობარზე მაგ საუბარი. აი არ ვიცი, თუ თვითონ ბედნიერია. ხო. არ ვიცი ქაღალდის გვირგვინი როა ჩუქონი ის გაგიხარდება, იმიტომ რომ ის არის ბედნიერი. და შენ თუ ხო შენ რო უზომო ეგრო განხილვის საგანია ესე იგი არ არის შენი მეგობარი ეგ არის რა თორე ქალებს შორის შური რა თქმა უნდა არსებობს ვიღაცის აღნაგობის შურს ვიღაცის არ ვიცი ბეჭდის და ასე შემდეგ მაგრამ მან თავარია მე შენ თავთან როგორი უკავშირ რესპონსი რა გექნება რომ ვიჯდე და ის იმაზე ვთქვა ცუდი რომ აი სავარაუდოდ, არ ვიცი, ეს არის რა ქვია, პლასმასის არის ეგ ბეჭედი და ნამდვილი არის თუ აი არ ვიცი, ეს არაბუნებრივი აქვს ეს სხეული. თუ მეორე მხარეს შემიძლია ავდგა და წავიდე დარბაზში და მოვიკლა თავი ვივარჯიშე, რომ მეც ეგეთი გავხდე. ანუ მან უკვე შენ თავზე არა დამოკიდებული. ამიტომ ხო, შურის
ამჯერა ვინმე თუ ამბობს რომ არ არსებობს და არასდროს არავის შეშურებია, მაგრამ თავარი მე ხო ის რომ წავართვა და არ კონდეს და რაღაც ხო, მაგრამ აი რაღაც ანუ ეს პატარ-პატარა რაღაცებში აი მგონია რომ აი არ ვიცი, მგონია რომ მე რო ვთქოთ ჩემო მეურვე ნახევარმა რაღაც ბეჭედი მაჩქოს და მე ძალიან მალევე აი ძალიან ბუნებრივი მომენტი არის ჩემი მეგობარიც რომ დაინიშნოს და რაღაც განსხვავებული რომ იყოს ძალიან დიდად ან ერთი უფრო რომ მომეწონოს რაღაც შეიძლება რაღაც ან იმას უფრო ჩემი რომ მომეწონოს რაღაც ხო რაღაც ემოცია უეჭველი იქნება ხო რა თქმა უნდა ანუ შეიძლება გული დაგწყდეს მაგრამ მანდ უკვე გადამწყვეტი არის მე შე როგორი რეაგირებ რომ წახვალ და მოყვები შენ მეგობარზე რომ აი მაგის ბეჭედი და რა თუ პირიქით იტყვი რომ ძალიან ლამაზი ბეჭედი აქვს და აი რაღაც 5 წლის ანივერსარი რო გვექნება მე კიდე უკეთესი მექნება აი რაღაც პრო მარკეტ რო მანიფესტაცია გააკეთო რა ხო მაინც უფრო შენ თავზე მგონია ეგ რომ მოდის იმ ადამიანებისგან ვინც ცუდს უსურვებს და ცუდს ლაპარაკობს ეგ პრობლემაა თორე რა თქმა უნდა არსებობს ყველაფერზე და ვერ ვიტყვი რომ მარტო ქალებში ხო იგივენაირად ხო მამაკაცებშიც კაცებშიც ეგრეა ხო სხვადასხვა საკითხებზე ალბათ რა ვიცი არ ვიცი ალბათ რაღაცები შევთ აი, იცი რა მითხარი, ჩვენ არ ვილაპარაკეთ Majestic-ის, ანუ რაღაც საინტერესო თემებზე, სად იწარმოება და ეს ძალიან საინტერესოა. მადლობა ამ კითხვისთვის. მოგიყვები, ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის. Majestic-ი ბუნებრივია შეიქმნა საქართველოში, ქართული და რამდენი ხანი არსებობთ? მაღაზია გავხსენით მაისში. მანამდეც არსებობდა, მე ესე ოფიციალურად უკვე ბაზარზე შემოვედით მაისში და წარმოება გვაქვს ნიუ-იორკში. ანუ ჩვენი ბევრი მეკითხება ხოლმე სხვათა შორის, რომ ვინმეს პროდუქცია შემოგაქვთ ნიუ-იორკში. ხო და არა, ჩვენ გვაქვს იქ, ასე ვთქვათ, სახელოსნო იუველირები, ოსტატები, როგორც გინდა დავარქვათ, მუშაობენ და ვამზადებთ იქ. ასევე გვაქვს ხოლმე ხშირად მეკითხებიან, რომ აი ბრილიანტი საიდან მოდის? ინდოეთიდან და კი, აბა ეგეთი ქვეყნებიდან მოდის. შეიძლება ეს იყოს ინდოეთი, რაღაც აფრიკის ქვეყნები და შემდეგ, მაგრამ ჩვენი წყარო უშუალოდ არის ნიუ-იორკში. ანუ იმის შემდეგ უკვე სხვადასხვა მომწოდებლები არიან, რომლებიც ამ ყველაფერზე მუშაობენ და ჩვენ უკვე ნიუ-იორკიდან საქართველომდე ჩამოგვაქვს, ეს შეიძლება იყოს ჩვენი დიზაინი, შეიძლება იყოს, არ ვიცი, ჩვენი მომხმარებლის საღამოს რო დაესიზმრება რაღაცა იდეა, როგორი ბეჭედი უნდა ესეთის გაკეთება შეგვიძლია, ოღონდ იქ ვაკეთებთ, შემდეგ აქ ჩამოთ. არ გიფიქრეთ აქ გაკეთება კიდე რაღაც სახელოსნო. იცი, ჩვენი მიზანი არის, რომ აქ სახელოსნო გვაქვს. მართლა. გვაქვს აქ სახელოსნო, რისაიზინგი და ყველაფერი, მაგალითად, რისაიზინგი აქ ხდება, ხო, იმიტომ რომ აქვე ყავს იგივე. ხო, რა თქმა უნდა. უბრალოდ აი თვითონ ბრილიანტი იქნება ეს ოქრო, ეს ყველაფერი იქიდან არის, იქვე კეთდება, ზოგი მზა ჩამოდის, როგორც წესი, თუ რაღაცა ცვლილებას საჭიროებს, აქაც გვყავს ამის რესურსი. მიზანი ზოგადად გვაქვს, რომ ის ექსპერტიზა, რაც იქ არსებობს, ანალოგიური გქონდეს აქ და ვიტყოდი, რომ არანაკლები აბსოლუტურად გვყავს დღეს და უკეთ დიდი გეგმები გვაქვს მაგ მხრივ, რომ ხო, გვინდა რომ რეგიონის მხარეს თან გავისწრებთ. იქ არ გაქვთ ესე იგი ანუ იქ არ ყიდით თქვენ პროდუქციას. იქ გვაქვს ერთი წყარო გაყიდვების, მაგრამ იქ უფრო იქ ჯერ ესე ვთქვათ მოთელვით ეტაპზე ვართ ამერიკაში იმდენად დიდი. აბა ძალიან დიდი ბაზარია. მარკეტია, ხო? საერთოდ ჯერჯერობით სხვა ინტერესები აქვს, ჩვენთან უფრო ნიშნობის ბეჭდები არის საქართველოში პოპულარული, იქ უფრო სხვა მიმართულების სამკაული. ამიტომ ძალიან განსხვავდება და დღეს უფრო მეტად ფოკუსირებული ვართ ადგილობრივ მარკეტზე, მაგრამ ხო, სამომავლოდ აუცილებლად გეგმავთ ამერიკაში, იმიტომ რომ ლოჯისტიკურად ძალიან მარტივია ჩვენთვის რა, იქ ამ ყველაფრის გაკეთება. ხო. და ხო. მგონი აქ უფრო რთულია მაგის. ხო. ხოცერება ვიდრე იქ, არა, რადგან იქ არის რომ ხო. ჩვენთან უბრალოდ სულ სხვადასხვანაირი ნიდი არსებობს რა, მოთხოვნა არის დღეს ყოველ შემთხვევაში საქართველოს ძალიან კონკრეტულად ნიშნობის ბეჭდებზე, სხვა სამკაულზეც, მაგრამ უმეტესად ნიშნობის ბეჭდებზე და ამერიკაში ვხედავთ, რომ ბევრად უფრო მრავალფეროვანი ინტერესი აქვთ. იქ ვაფშე ინიშნებია ეგრე.
ეგრე ხშირად? კი, იქ ინიშნებიან, როგორ ინიშნებიან, იქ არის თუ არის ეს მარკეტი, უბრალოდ ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან ლამაზი სამკოვლი ყელსაბამები და სამაჯურები და ესეთ რაღაცეები და იქ ეს ძალიან პოპულარულია. რაც ძალიან გვიხარია, იმიტომ რომ თან ნელ-ნელა ვიგებთ იქაური ბაზრის ინტერესებს. და ეხა უშუალოდ მაღაზიაში რა მოდელებიც გაქვთ, რომ მაგის დიზაინში შენ გააქვს რამე წვილი თუ როგორ კი, ერთად ვაკეთებთ გუნდი, ვინც ვართ Majestic-ში. ვარჩევთ ერთად, აი შეიძლება ვნახო რაღაც რეფერენსი სოციალურ ქსელში, რომელიმე ბრენდის და მომეწონოს, გავუგზავნო და მოდი ეს გავაკეთოთ. ხო, და ერთად ვსხდებით, განვიხილავთ ჩვენი დამფუძნებელი ვინც არის ჩვენი ოჯახის წევრი კეთი, იმასთან ერთად ვსხდებით, ვაკეთებთ როგორი მოგწონს რეები იმუშავებ და ჩვენთან რა მოგწონს, მაგრამ ალბათ არ იქნება პოპულარული და ესეთ რაღაცებს განვიხილავთ და მე რაღაც ჩვენ დიზაინს ვაგებთ ხოლმე რა და შეიძლება from scratch იყოს ეს საერთოდ ან შეიძლება რაღაც არსებული, ცნობილი, პოპულარული ოღონდ არ გულისხმობ ბრენდების და ცნობილ დიზაინებს she said what ისტორია არის ძალიან სასაცილო არ არის დიდად spicy, მაგრამ ძალიან საყვარელი ისტორია. ჩვენთან ბრილიანტი არის GIA სერტიფიკატით ყველა. ვაუ, ანუ ყველაზე მაღალი ორი არის, ხო? GIA და IGI ორივე სერტიფიკატით გვაქვს. და ბუტიკში შემოდიხარ, აწერია GIA certificate დევს რა, პატარა ესეთი სანიშნებივით, რომ ათვალიერებს მომხმარებელი დაინახოს. და ერთ-ერთი მომხმარებელი იყო გოგო შემოსული და მე უკან ვიყავი და უბრალოდ მესმის საუბარი რა ესო ვინმეს პირადი კოლექციიდან არისო თლიანად გამოფენა ნუ თან ისეთ ნახევრად ვუსმენდი და ნუ ჩაეკითხნენ ჩვენები რომ რას გულისხმობთ და ეგონა რომ სახელი არის გია აი რა ხო სხვა შეიძლება ხშირად ხდება ძალიან საყვარელი ხშირად გონიათ რომ გიას კოლექცია არის გიას კოლექცია გონიათ ხოლმე მაგრამ ეს არის GIA ხო ძალიან cute ეგრე დამემართა აი კინო რო იყო ჯია გახსოვს ანჯელინა ჯოლი რო თამაშობდა აი ძალიან დიდი მოდელს რო გიას ვიძახთი და ხო ჯია მეც გიას პასაჟირი მაგრამ ხო რატო უნდა იცოდე ხა ბრილიანტების სერტიფიკატი მაგრამ ნუ გია ცუდი ჟღერადობისაა და მაგით არა უბრალოდ აი საერთოდ არ უნდა იცოდე და არც არაფერი ეს არ არის რა ცუდი მაკითხვაში უბრალოდ როცა იცი უკვე ძალიან საყვარელია და სასაცილო ხო რომ წარმოგიდგენია რომ არსებობს ვიღაც იდუმალი კოლექციონერი რომელსაც ყველა ბრილიანტი აქვს საქართველოში გია რო ქვია რა უქნა ეს არის გიას პირადი კოლექციიდან რა დავამატოთ შენი აზრით pick-up ამა ისეც რა გვაკლია просто შეგვიძლია ვსვათ ესე მოვჭეთ ანუ გჯერა რომ მე დამათრო თუ არ არსებობს შენ არ ყოფილხარ მე არ ამაში ამდენი 50 გრამი ხო 50 გრამის ასმელი რა არის მე არ ვსვავ საერთოდ ანუ ესე მეც არ ვსვავ იდეაში მაგრამ რა ერთი შოთია რა აია შენ იცი როგორი ბეჭედი გინდა არ მითხრა ოღონ მაგრამ მე ჯერ არ მინდა საერთოდ გათხოვა არა ეხლა არ შეიძლება მერე მაგრამ თვითონ ბეჭედი გონია რომ როცა ვიგზნობ რო დროა ავარჩევ შენ ეხლა გიკეთია შენი ძალიან ლამაზია აუ ძალიან ლამაზია ხო ყვითელია ჩემი ძალიან ლამაზია აი ხო ძალიან იყვარს მეც გიждები ამ ბეჭედზე ხოთა შორის არც მიფიქრია მე თვითონ რომ ყვითელი მართლა ბრილიანტი და ანუ ეს ძალიან სიურპრიზი არ სიურპრიზი როგორ არის ყო მე თვითონ რაღაც მაგ ეტაპს რო ვაპირებდით ვიცოდი ხო obviously ხო და რაღაც აი ბეჭედი და მე ვამბობდი რომ რა თმინდა ბეჭედი საერთოდ არ მინდა რა თმინდა ბეჭედი ხო ეგრე ამბობდი ეგრე ვამბობდი რომ რა თმინდა ბეჭედი ეხლა რო ვფიქრობ შოკში ვარდები რას ქვია რა თმინდა ბეჭედი მაგრამ ესე უნდა დაგეწყო ხო მაშინ მე ანუ რომ მკითხა ჩემმა ქმარმა აწუკვე რომ
აიო როგორი ბეჭედიო, წარმოგიდგენიო, გადავირი რომ მე მეთქი ბეჭედი საერთოდ რა თმინდა თქო. რატო არ ხმარობდი საერთოდ? ვაი მე არ ვიცი, ძალიან კარგად ხმარობდი, მაგრამ რაღაცა ის ვქენი რომ აი აჰაჰა თუ რაღაც არ ვიცი. და ნუ კაიო და მან დასრულდა. და მე ერთადერთი კითხვა ეს რაღაცა ეს სკროლვის დროს რაღაც ვითომ შეხვდა და აი ყვითელიო მოგწონსო და ვაი მე მეთქი ძალიან თქო. და ნუ აი ესე მივედით მე რომ ყვითელია ბოლოს როგორი იყო და რაღაც როგორი იქნება და არ ვიცოდი და მე აღმოჩნდა თუ არ განახე. მინდა. ხო, ყვითელი არის. და ეს არის რა ქვია. მაყურებელი რო ვერ ხედავ. მაყურებელო. კართ. აკრას მაჯესტიკის ხო არა? custom. ხო? ხო. ხო. და ყვითელია, თეთრი, ბრილიანტიკებით გვერდზე. ძალიან ამაზე. ძალიან მეყვარს მეც. მე მგონი მოვრჩეთ არა? დაეცინა ხალხს. არ გვისმენენ, არ აინტერესებს. კაი, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ. ძალიან კაი იყო, ძალიან ამაზე. ძალიან ბევრი არ ვილაპარაკე შენ. არა, კაია. მაგიტო უნდა გველაპარაკა, აბა. ხო. მაშინ იმედი მაქვს საინტერესო იყო. კი, ძალიან საინტერესო იყო და ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მომწოხარ და ძალიან დიდ წარმატებას გისურვებ ყველაფერში, რასაც ხელს მოკიდებ.